სხვა განზომილებები ჯერ არ არის აღმოჩენილი და ისინი არსებობენ მხოლოდ მათემატიკურ მოდელში. აქამდე ყველა თეორია მუშაობდა სივრცითი განზომილებების დიდ რაოდენობასთან, ხოლო დროითი განზომილება ყოველთვის იყო ერთადერთი. მაგრამ რატომაა, რომ სივრცე უშვებს მრავალი სივრცითი განზომილების არსებობას, ხოლო დროითი მხოლოდ ერთია? ჯერჯერობით მეცნიერებს არ შეგვიძლია ამაზე პასუხის გაცემა. დროის ორი ან მეტი განზომილებიანობის ჰიპოთეზა მეტად მომხიბვლელი იქნებოდა ყველა ფილოსოფოსისთვის თუ ფანტასტიკოსისთვის, აღარაა საუბარი ფიზიკოსებზე. სამყაროში მომხდარი კატასტროფული მოვლენები, როგორიც არის შავი ხვრელების შეჯახებები და ვარსკვლავების აფეთქებები, ყველა ჩვენთვის ცნობილ განზომილებებზე ახდენს ზეგავლენას. იმაცეც, რომელთა აღმოჩენა ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია. ასტრონომები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ ორი შავი ხვრელის შერწყმას ენერგიის კოლოსალური გამოფრქვევა ახლავს თან, რომელიც გრავიტაციული ტალღების სახით სხივდება, რაც ახლახანს ექსპერიმენტულადაც დამტკიცდა. ამგვარად, ორი შავი ხვრელის სისტემა ნელი მოქმედების კოსმოსური ბომბია. ამ ბომბის წარმზომის მუშაობა პარამეტრთა მთელ რიგზეა დამოკიდებული. ხვრელების მასები, სიჩქარე და საწყისი ორბიტების ზომები. როცა წარმზომი გადაირთვება, უძლიერესი გრავიტაციული აფეთქება ხდება, რომლის ექოც მთელ სამყაროში ვრცელდება. ორი შავი ხვრელის ბრუნვა წყვილის წარმოქმნის მიზეზების მიუხედავად გრავიტაციულ ტალღებს უკვე ასხივებს. მილიარდობით ასეთი წყვილი სამყაროს მუდმივ გრავიტაციულ ფონს წარმოქმნის. თუმცა, შერწყმისას ისეთი გრავიტაციული ტალღები ჩნდება, რომლებიც საერთო ფონთან შედარებით ოკეანეში გაჩენილ ცუნამს შეიძლება შევადაროთ. ეს მოვლენა იმდენად მაღალ გრავიტაციულია, რომ განზომილებებს ფაქტობრივად ხეთქავს და ერთმანეთში არხევს.